ამის წინააღმდეგ დაცვა არ არსებობს. ჩვენ შედარებით ძველი სკოლა ვინც ვართ, რომ ჭარები უნდა ჩამოვამტვირო და შევარდა, ის ხალხი ცოტა ისეთი ალმაცერად უყურებთ, მაგრამ მიუხედავად ხუმრობის გარეშე რომ ვთქვათ, ერთი დრონის პილოტი მეტ ზარალს აყენებს მოწინააღმდეგეს, ვიდრე 1000 ჩემნაირი ერთ წელიწადში იზამს, ხო ხდები, ანუ უკრაინა ასე ვთქვათ, თავით გადაეშვა ამ წარმოებაში, არის ახლები რაღაცა, ზოგს ვამპირი ქვია, ზოგს ბაბაიარა, ზოგს რა და შეუულია უამრავი სხვადასხვა რაღაცის ტარება, ლოჯისტიკაში ძალიან მნიშვნელოვანი გახდა ეს დიდი ჰექსოკოპტერები, რომელსაც რავი, წყალს მორიტანს, ტყვიას ამას ყველაფერს. მე ლაივში ვუყურებ ჩვენი პროფესია როგორ იცვითება და კარგავს აზრს. იმიტომ რომ ასე ვთქვათ, რო აიღო რეკოგნოსცირება მზვერავის თუნდაც ან რამბელეთ, ანუ საერთოდ აღარ არსებობს ეგ რა. სნაიპერის პროფესია ფაქტობრივად გამხრალია ბრძოლის ველიდან, იმიტომ რომ იმ მანძილზე სნაიპერმა უნდა იმუშაოს, ეს იმუშავებს 4-ჯერ, 5-ჯერ მეტ მანძილზე, ბევრად უფრო ეფექტურად და ამის წინააღმდეგ დაცვა არ არსებობს. ხდები, ანუ ერთადერთი დაცვა არის, რომ გლუვლულიანი პომპა თუ გაქვს და თუ მწყერზე ნადირობა თუ გიყვარდა ახალგაზრდობაში, შეიძლება გაარტყა. ისიც თუ გაიგეხმა, ისიც თუ ხელში გეკავა, ხდები, ანუ ძალიან ისე არის რა. როგორც წესი, როცა გესმის ამის ხმა, ესე გვიანია. ლოცვა უნდა თქვა.